Некоторые написали даже очень открыто и подробно, что очень хорошо. ზოგიერთმა ძალიან ღიად და დეტალურად დაწერა და ეს რაც ძალიან კარგია. Если мы видим конкретные вещи, какие-то детали, это значит, мы развиваемся. თუ ჩვენ ხედავთ კონკრეტულ დეტალებს და უფრო დეტალებს, ის ვთქვათ კონკრეტულ რაღაცის დეტალებს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვითარდებით. Мгм. 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 Кришна показывает нам, над чем работать на конкретном этапе. კრიშნა გვაჩვენეს ჩვენ თუ რაზე უნდა ვიმუშაოთ კონკრეტულ ეტაპზე. Потому что сознание Кришны– это не абстрактная вещь, это очень конкретная вещь. კრიშნას ცნობიერება ეს არ არის აბსტრაქტული რამე, ეს ძალიან კონკრეტული რამ არის. Бхакти– это значит именно конкретные вещи, конкретные детали. ბაქტი ეს ნიშნავს სრულიად კონკრეტულ დეტალებს, კონკრეტულ თემებს. Вот. И мы конкретно обсуждали, но не закончили. 10 оскорблений святого имени. და ჩვენ კონკრეტულად განვიხილავდით და დაგვითავრებია ბორონდე ეს არის უფლის წმინდა სახელის ათიშეურაცხყოფა. Если я не ошибаюсь, мы остановились на 8. თუ არ უცდები ჩვენ გავჩერდით მერვეზე. Кто-то помнит или нет? ვინმე სახსოვს თუ არა. Харе Кришна. Да, на восьмом. На 8, хорошо. Вот, да, то есть это приравнивать воспевание Харе Кришна к какой-то благочестивой ритуальной деятельности. რომელიც გულისხმობს რომ აა ჩათვალო თანაბარად ანუ გაუტოლო უფლის წმინდა სახელის გამეორება რაღაც სხვა რაღაცებს როგორც რიტუალისტურ ქმედებებს. То есть наряду с какими-то другими вещами. Там, ანუ с სხვა რაღაცებთან ერთად ამავე დროს. практикой какой-нибудь пранаямы, йоги, с изучением философии, да. პრანაიამის, იოგის ან ფილოსოფიის შესწავლას გაუთანაბრო. Считать, что вот Харе Кришна воспевание это что-то из этой серии, из этого ряда. რომ აი თვლიდა რომ ჰარი კრიშნას გალობა არის რაღაც აი ამ კატეგორიაში, აი ამ მათთან ერთად დგას. И это подразумевает, что мы используем святое имя для каких-то личных целей, какого-то личного служения себе. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვიყენებთ წმინდა სახელს რაღაც საკუთარი მიზნების შესრულებად, საკუთარი რაღაც სრულების შესრულებად. Ну, как некоторые из вас правильно отметили, что ну, сейчас на этом этапе мы не можем не думать о себе, და როგორც ზოგიერთმა თქვა მას სწორად გაუსახაზი და თქვა რომ ჩვენ ეხლა ამ ეტაპზე არ შეგვიძლია რომ საკუთარ თავზე არ ვიფიქროთ. и, в общем-то, по большому, Кришна нам нужен для того, чтобы нам было хорошо, და საერთო ჯამში დიდწილად კრიშნამისთვის სჭირდება რომ ჩვენ ვიყოთ კარგად. чтобы мы были счастливы, чтобы не страдали. იმისთვის რომ ჩვენ ბედნიერები ვიყოთ და არ ვიტანჯებოდეთ. И как в одном мультике поется, чтобы уважали, чтобы не обижали. როგორც ერთ მულტფილმში არის ესეთი სიმღერა, იმისათვის რომ პატივისცემდნენ, იმისათვის რომ არ გვაწყენინონ. Вот. Но это нормально, только нужно для реальных вещей, которые нас по-реальному счастливыми сделают, вот Кришну просить об этом и стремиться к ეს этому. ამაში ცუდი არაფერი არ არის, მაგრამ ჩვენ უნდა ვთხოვოთ კრიშნას რეალური რაღაცები, რეალურად ის რაღაცები, რაც მართლაც ბედნიერს გავხდის. Если уж просим счастья, да, то какого счастья просим? და თუ ბედნიერებას ვთხოვთ, მაშინ როგორ ბედნიერებას ვთხოვთ? Какого счастья вы просите или вы не просите? Уже რა სახის ბედნიერებას ვთხოვთ თუ არ ვთხოვთ? разочаровались, в Харе Кришна счастья нет.
თუ იმედი გაგიცურათ, რომ ჰარე კრიშნაში ბედნიერება არ არსებობს. Может, Теофилия еще не разочаровалась, она не так давно здесь. შეიძლება თეოფილეს ჯერ არ აქვს იმედი გაცურებული, დიდი ხანი არ არის, რაც მოუერთა. Но Гочи и расскажет, что в Харе Кришна нет счастья, только аскезы. მაგრამ გოჩა მოუყვება, რომ ჰარე კრიშნაში არ არის ბედნიერი, მხოლოდ ასკეზებია. Если уж мы просим счастья, то просим счастья настоящего. თუ ჩვენ ვთხოვთ ბედნიერებას, ვთხოვთ ნამდვილი ბედნიერებას მხოლოდ. Настоящее счастье – это счастье, которое можно есть ложками, ნამდვილი ბედნიერება არის ის ბედნიერება, რომელიც კოვზებით შეიძლება ვჭამოთ. и пресыщение не наступает, და დანაყრება არ დგება ეს მომენტი დანაყრების. становится только лучше и лучше. და ხდება მხოლოდ უკეთესი და უკეთესი. Если уж просим знания, то тоже настоящего знания, და თუ თხოვთ ცოდნას, თხოვთ მხოლოდ ნამდვილ ჭეშმარიტ ცოდნას, которое реально разрешает все проблемы в жизни, რომელიც რეალურად აგვარებს ცხოვრების ყველა პრობლემას. помогает по-настоящему и глубоко все понять. გვეხმარება გავიგოთ ყველაფერი ჭეშმარიტი სახით და ღმად. Да, если уж просим об отношениях, то тоже об отношениях, в которых нет эгоизма, და თუ თხოვთ ურთიერთობას, მაშინ თხოვთ ისეთ სახის ურთიერთობას, სადაც ეგოიზმი არ არის. когда все заботятся друг о друге без задней мысли. როდესაც ყველა ერთმანეთზე ზრუნავს ყოველგვარი რაღაც შემალული ფიქრების გარეშე, მოტივების გარეშე. То есть такой мотив у нас пока сейчас будет, никуда от этого не денешься. ესეთი მოტივი ჯერჯერობით ჩვენ გვექნება და ამას ვერსად ვერ გავექცევით. 8 стих Шикшаштаки пока не для нас, შიქშაშტაკას მეორე ლექსი ჯერ ჩვენთვის არ არის. хотя вы его, наверное, не знаете, к счастью. მაგრამ თქვენ სამედნიეროდ ალბათ ის არც იცით. Are anybody knows the 8th verse of Шикшаштака praise? Кто-то знает 8 стих молитв Шикшаштаки? ვინმე მითის შიქშაშტაკას როცების მეორე ლექსი? Нет? Никто не არა? знает. Ну, слава Богу. Гочи знает, я знаю. Где преданный говорит Кришне, ты можешь со мной сделать все, что хочешь, можешь мной пренебрегать, можешь надо мной издеваться, лишь бы ты был счастлив, я всегда твой слуга. სადაც ერთგული ეუნება კრიშნას მიმართავს, რომ რაც შეგიძლიათ მოგისურვა, ის შეგიძლია გამიკეთო, შეგიძლია ხელი მკრა, შეგიძლია ფეხქვეშ გამთელო, მაგრამ მე მაინც შენი მსახური ვიქნები, მოსიყვარულე მსახური, მოგოდაც შენ იყავი ბედნიერი. Ну, сказать такое может быть только полностью счастливый человек. მაგრამ ესეთი რამის თქვა შეუძლია მხოლოდ სრულიად ბედნიერ ადამიანს. То есть это стих не о нас, но это как такой маяк для нас, на который мы ориентируемся. ეს ლექსი არ არის ჩვენთვის, მაგრამ ეს არის ესე თქვა შუქურას წარმოადგენს, რომელზეც შეიძლება ორიენტირება. Не бойтесь, Кришна не будет нас унижать, не будет нами пренебрегать. Это просто настроение преданного выражается. ნუ შეგეშინდებათ კრიშნა არ უგულვერყოფს ჩვენ არ გვადგენს ჩვენ უბრალოდ ეს ერთგულის განწყობა არის აქ გამოხატული. Это также 8 оскорбление подразумевает, что мы думаем, что плоды преданного служения принадлежат нам, и мы можем ими как-то распоряжаться даже, да? და მეორე შეურაცხყოფის ესე თქვა და ესეთი დეტალი არის კიდევ ის, რომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ წინდა სახელის ნაყოფები ჩვენ გვეკუთვნით და შეგვიძლია ისინი განკარგოთ. Сейчас я вот на Икадыше повторю там 64 круга, да я получу такое шакти. აი ახლა ეკადაშიზე მე 64 წელს გავიმეორებ და მე მიიღებ ესეთ დიდ შაქტის. Что я буду сразу влиять на людей сильно очень. რომ მე იგრევე ადამიანებზე ვიმოქმედებ ძალიან ძლიერ. Или я получу такой шакти, что помогу там кому-нибудь исцелиться или решить еще какие-нибудь проблемы.
მივიღე ისეთ შაქთის თუ დავეხმარები ვინმეს, რომ პრობლემები გადავაჭრეინო, ან განკურნო. Это все восьмое оскорбление. ეს ყველაფერი მეორე შეურაცხყოფაა. Как его избежать, вернее, как его, если мы его совершаем, исправить? როგორ უნდა ავარიდოთ ამას თავი, ან თუ М. ჩავდივართ რაღაც შეცდომებს უშვებთ, მაშინ როგორ გამოვასწოროთ ისინი. Этот принцип работает почти для всех остальных оскорблений также. Это нужно обратиться к преданным и получить от них настоящее знание и понимание. ეს პრინციპი მუშაობს ისევე, როგორც დანარჩენი პრინციპების შემთხვევაში, რომ უნდა მიმართოთ ერთგულებს და ვთხოვოთ, რომ გაგვიზიარონ ცოდნა და გააზრება. Но для этого нужно быть не очень гордым. მაგრამ ამისათვის საჭიროა, რომ არ ვიყოთ ძალიან ამყები. Гордость у нас есть, и это понятно. Никто от нас не ожидает. და სიამაყე გვაქვს ჩვენ, ეს გასაგებია, არავინ არ ელის უფრო მეტ ჩვენგან. Но, по крайней мере, она не должна быть настолько большой, чтобы мы могли подойти к преданным, спросить их и прислушаться к тому, что они нам скажут. ასე თუ ისე ის სიამაყე არ უნდა იყოს იმდან დიდი, რომ ხელი შეგვიშალოს, რომ მივიდეთ ერთგულებს და კითხვა დავუსვათ და მოусმინოთ მათ. Не то, что я благородный горный орел, я все сам вижу с высоты полета. ისე კი არა, რომ მე ვარ კეთილშობილი მთის არწივი და მე ყველაფერს ხედავ ფრენის სიმაღლიდან. Нужно понимать, не, я вообще не орел, я тут по земле ползаю. უნდა გავაცნობიოთ, რომ ეს არ ვარ არწივი და აქ მიწაზე დახუხავ. Может быть, я крот. У Гоча есть на земле, на земле кроты? Водятся здесь? ნუ რეთქან მდივარ. Бывает. Скорее всего, я крот, да? დიდი საბათობით ხუნელა ვარ ხო მე? От слова крот произошло русское слово кроткий, наверное. აა სიტყვა თხუნელი და რუსული სიტყვა წარმოიშვა თავდაბალი ან მორცხვი შეიძლება ესე ითქვას, ალბათ ესეა. In Kartuli it's different, but in Russian practically the same pronunciation. Вот. Вот. Это восьмое оскорбление. У кого-то микрофон... А, это Гочи, да? Ну ладно, понятно тогда. Нормально, нормально все тогда. С этим ничего не поделаешь. Итак. А вот седьмое оскорбление я хотел тоже напомнить. Седьмое оскорбление какое? Кто помнит? და მეშვიდე შეურაცხყოფა რომელია, ვის ახსოვს? მე შეგვახსენებს? Кто-то может сказать? შეუძლია თქმა. Седьмое оскорбление — это когда преподаватель спрашивает, и никто не отвечает. Игнорирование. Совершать грехи в расчете на очистительную силу Святого Джай, Имени. джай. Вот. Это что значит? Мы теперь не грешим и не совершаем ошибок или что? მეშვიდე შეურაცხყოფა არის, რომ ჩაიდინო ცოდილი ქმედებების წმინდა სახელის გაწმენდის იმედზე და ეს რას ნიშნავს, რომ ახლა ჩვენ აღარ ვცოდავთ? Это значит, что мы не думаем, что вот пойду сейчас вот это сделаю, все равно ж я служу, читаю. Да. Это значит, по крайней мере, что преднамеренно мы не совершаем этих вещей. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გამიზნულად არ ჩავდივართ ამ რაღაცებს. Вот теперь важный момент. Давайте вспомним. А чем преднамеренный проступок или грех отличается от непреднамеренного? ეხლა კი უნიშნელო მომენტი, თუ რითი განსხვავდება გააზრებული ქმედება, დაშვებული შეცდომა გაუაზრებელისგან. Какие признаки есть, по которым мы можем это понять? რა ნიშნები აქვს ამას, რომლის მიხედვით შეგვიძლია გავიგოთ ეს? Я перечислял две, по крайней мере, очень важных принципа в сознании, которые проявляются.
მე ჩამოთვალე ორი მინიმუმი ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი, რომელიც ცნობიერებაში ვლინდება. Если человек совершил непреднамеренно какой-то грех, он раскаивается и признает свою ошибку. Да, это важно, да, то есть он не считает, что это нормально, Он- да? Да. თუ ადამიანმა შეცდომა დაუშვა, ასე ვთქვათ, დაუაზრებლად, ანუ დაუგეგმავად, ასე ვთქვათ, მაშინ ის ნანობს ამას და ინანიებს და პლუს აღიარებს ამას. И как это проявляется еще? და კიდევ როგორ ვლინდება ეს? И даже если он уйдет из сознания Кришны, он все равно вернется в суд. Да, и как правило, если человек непреднамеренно пал или согрешил, да, то он достаточно быстро возвращается. დიახ, ეს ვლინდება, რომ თუ ადამიანი დაეცა ან გაუაზრებლად ამის შეცდომა დაუშვა და წავიდა კრიშნას ცნობიერებიდან, მაშინ ის ძალიან მალე ბრუნდება უკან. И последний важный принцип, третий, вот, это если человек непреднамеренно согрешил, да, то он готов принять последствия. და ბოლო ეს ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტია, რომ თუ ადამიანმა გაუაზრება დაუშვა შეცდომა, მაშინ ის მზად არის, რომ მიიღოს ამის შედეგები, В то მოინკას. время как если человек такой лицемерный, то он как раз, совершив грех, и хочет избавиться от последствий, да, и использует для этого там святое имя или преданное служение. ამავე დროს თუ ადამიანი ესე თვალთ მაქცია, მაშინ ის ცდილობს რომ თავი არიდოს მაქსიმალურად შედეგებს და ცდილობს გამოიყენოს წმინდა სახელი ან კრიშნა, რომ გათავისუფლდეს მათგან. Вот, и теперь у нас идет 9-е оскорбление. ეხლა კი რიგში მოდის მეცხრე შეურაცხყოფა. Это оскорбление проповедническое ეს მქადაგებლური შეურაცხყოფაა. или оскорбление, так скажем, гуровское, то есть гуру, который может совершить. ეს არის ან ეს არის ქადაგებული შეურაცხყოფა, ან გურუს ის შეურაცხყოფა, რომელიც შევა გურუმ დაუშვას, ჩაიდინეს. Поэтому, если вы собираетесь в гуру, то сейчас нужно внимательным быть. ამიტომაც თქვენ თუ აპირებთ რომ გურუ გახდეთ, მაშინ ეხლა ძალიან ყურადღები იყავით, ეს მნიშვნელოვანი იქნება თქვენთვის. То есть это раскрывать славу святого, сокровенную славу святого имени неверующим или не желающим слушать людям. ეს პუნქტი ასე ჟღერს, რომ გაუმხილო წმინდა სახელის საკრალური აზრი ადამიანებს, რომელიც ურწმუნოები არიან. И обычно, да, это опасно для духовного учителя, который может давать посвящение неквалифицированным ученикам, у которых нет веры настоящей в святое имя. დიახ, ეს როგორც წესი ეს სახიფათოა სულიერ მოძღვრებისთვის, ვინც ინიციაციას აძლევენ მოწაფეებს, რომლებიც არ არიან სულიერად გაცნობიერებულები. Ну, то есть ученики недостойные, то есть, но гуру может дать им посвящение. ან მოწაფეები შეიძლება იყვნენ არ იყვნენ ღირსები, მაგრამ გურუმ შეიძლება მისცეს ინიციაცია. И они будут, такие ученики, без надлежащего уважения относиться к святому имени, совершать многочисленные оскорбления. და ეს მოწაფეები ესე თქვა და სულად მოეპყრობიან, ანუ უყურადღებოდ მოექცევიან წმინდა სახელის, შეიძლება ჩადიან ბევრ შეურაცხყოფას. И гуру тоже будет за это ответственный, и он тоже пострадает. და გურუ იქნება მას პასუხისმგებელი და ისიც ისე დაიტანჯება ამის გამო. Потому что в ведической культуре, если человеку давали что-то ценное, то прежде убеждались, что он достоин, что он правильно к этому отнесется. რადგან ვედურ დროს ამ ეპოქებში თუ ადამიანს რაიმე ფასეულს აძლევდნენ, მანამ სანამ მისცემდნენ, ჯერ წმუნდებოდნენ, რომ ეს ადამიანი შესაბამისად მოეპყრობა და დააფასებს მას. Поэтому серьезные знания давали браманам, ну, кшатриям еще, может быть. ამიტომაც სერიოზულ ცოდნას აძლევდნენ ბრაჰმანებს ან ქშატრიებს შეიძლება ეგეც. Шудрам вообще не давали, вайши тоже особо не вводили в детали там как бы.
შუდრებს საერთოდ არ აძლევდნენ ცოდნას, ვაიშიებსაც დიდად არ აძლევდნენ უბრალოდ დეტალებში არ უღმავდებოდნენ, არ უზიარებდნენ დეტალებში ამ ცოდნებს. Причина этого оскорбления в том, что, может быть, духовный учитель недостаточно такой зрелый, недостаточно проницательный, не видит, что у ученика внутри, на каком он уровне до конца. ამის მიზეზი შეიძლება იყოს სულიერ მოწვრის გამოუცდელობა, შეიძლება ჯერ ახალბედა, არა აქვს გამოცდილება დაგროვებული და ვერ ხედავდეს კარგად თუ რა აქვს შიგნით რეალურად მოწაფეს შიგნით რას მალავს. Либо еще хуже, если он стремится к какому-то престижу, удобствам, выгоде, которые приносят многочисленные последователи. ანუ უფრო უარესი რომ შეიძლება ის პრესტიჟისკენ მიისწრაფის, რაც კომფორტისკენ მიისწრაფის, რომელიც შეიძლება შეიძინოს პიროვნებამ მრავალრიცხოვანი მოწაფეების დახმარებით. Также это оскорбление могут совершать проповедники. Это уже более актуально для нас, потому что иногда мы кому-то можем проповедовать. და ასევე ამ შეურაცხყოფის ჩადენა შეუძლიათ ხადაგებელებს, იქნა გამომდინარე, რომ ჩვენ ხადაგებთ და ცოტა აქტიურები ვიყოთ, შეიძლება ჩვენ ჩავიდინოთ ის. То есть, когда они начинают говорить о каких-то вещах, которые слушатель, не может правильно воспринять, როდესაც ისინი იწყებენ, როდესაც ვიწყებთ ისეთ რაღაც თემებზე საუბარს, რომელიც აღქმაც არ შეუძლია მომაურად მსმენელს. то есть он их либо не поймет в лучшем случае, ანუ ის უკეთეს შემთხვევაში შეიძლება ვერ გაიგებს, а в худшем случае неправильно поймет. ანუ უარეს შემთხვევაში არასწორად გაიგებს. Особенно касается, конечно, вот Кришны, Господа Кришны. განსაკუთრებით ეს ეხება, რა თქმა უნდა, უფალ კრიშნას. С Господа Рама еще полегче, но и там тоже будут моменты, которые люди не могут принять. უფალ რამასთან შედარებით უფრო იოლად არის საკითხი, მაგრამ იქაც არის დეტალები, რომელიც შეიძლება არასწორად გაიგონ ადამიანებმა. То есть, а уж с Кришной там вообще, особенно отношения с Гопи. ხოლო კრიშნასთან იქ საერთოდ ანუ განსაკუთრებით კი გოპებთან ურთიერთობა. И люди будут критиковать из-за этого. То есть негатив у них больше появится из-за таких неправильных наставлений. და ადამიანები ამის გამო გააკრიტიკებენ და ანუ არასწორად დარიგებების გამო მათში უფრო მეტად განვითარდება ნეგატივი. Почему проповедник это может делать? რატომ შეიძლება აკეთებდეს ამას ხადაგებელი? Опять же, либо из-за того, что ему не хватает опыта и понимания, он не разбирается в людях, не понимает, кому что говорить. და კვლავ შეიძლება ეს იყოს გამოცდილების და სოდნის ნაკლებობა და ბოლომდე ვერ ხვდებოდეს თუ ვის და როგორ უნდა რა უნდა უთხრას. Либо желает произвести какое-то впечатление, эффект на людей. ან სულს რო უნდა რომ მოახდინოს რაიმე ეფექტი, რაღაც შთაბეჭდილება დატოვოს. Показать, сколько много он знает. აჩვენოს ხლებს თუ რამდენად ბევრი რამ იცის. И так. И потерял мысль, простите, one second. I lost my thoughts. То есть, да. И что это значит? Это значит, что мы не должны проповедовать, может быть. რას შეიძლება ეს ნიშნავდეს? ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ ჩვენ არ უნდა ვიხადაგოთ. Так, что вы можете сказать по этому поводу? ანუ ეს კითხვა ყოფილა, ანუ რა შეგიძლიათ ამასთან დაკავშირებით თქვა თქვენ? Вы имеете в виду вообще не проповедовать или тем, кто не готов? А кто готов? Кому мы проповедуем на улицах особенно? Разве там кто-то готов? И к тому же мы не можем увидеть сразу, готов ли человек или нет. გულისხმობთ იმათ, ვინც მზად არ არის და თავნა უხადაგოთ, თუ საერთოდ არ ვიხადაგოთ. ასე მოგიპასუხოს და ვინ არის ახლა მზად, ანუ
Როდესაც მას შეძლო ჩვენ არ შეგვიძლია რომ მოვიცნოთ ისინი. Мададжи Кадаси Манджари что скажет по этому поводу? ათაჯეკა და სიმანჯანი რა სიტყვის ამასთან დაკავშირებით? Окей. Харе Кришна, Махапрабху. Харе Кришна. Ну, тут нам дает, как сказать, читание читание нам дает как бы полномочия, проповедовать людям в этот век Кали, чтобы давать знания. Мгм. Даже не все могут воспринять и Харе Кришна Махамантру, но мы все равно воспеваем на улице. Мгм. Вот. Воча, переведи. Давайте. ეს მას ნიშნავს რომ Пена. ანუ Всем. გადაგვეთ იმიტომ რომ ფალი ჩაიტანი იძლევა მის სწავლობას და შეიძლება მათ საერთოდ არ ესმოდეთ თუ რას უქადაგებთ, მაგრამ ჩვენ მაინც შეგვიძლია რომ უქადაგოთ. Да, но обратите внимание, как сам Господь проповедовал. Он не только дает нам полномочия, он дает нам пример же, да, в проповеди. მაგრამ მოდით ყურადღება გავამახვილოთ იმაზე თუ როგორ ქადაგებდა თავად უფალი, აი ის უბრალოდ კი არ გვეუბნება, აი უბრალოდ კი არ გვაძლევს უფლება მოსილებას, არამედ მაგალითსაც გვიჩვენებს თუ როგორ უნდა ვიქადაგოთ. Как Господь Читание проповедовал? როგორ ქადაგებდა უფალი ჩაიტანია? Лука, how did Lord Chaitanya preach? Very nice. Yes, but saying this, you say nothing. Um, he was Actually- preaching like this to chant holy names and with his actions. Yeah, mostly from his kirtan and chanting. Господь Читания в основном, он не давал лекций. Да, вот теперь переводи. უფალი ჩაიტანია დიდწილად არ იძლეოდა ლექციებს, აკითხულობდა. Он просто выходил на улицу один или с преданными. И что он там делал? И он там делал Харе Кришна, да? ის უბრალოდ გამოდიოდა ქუჩაში ერთგულებთან ერთად და იწევდა ჰარე კრიშნას გალობას. И люди, если они были не очень греховными, они сразу же вдохновлялись. და ადამიანები თუ ისინი ძალიან ძლიერ ცოდვილიანები არ იყვნენ, მაშინ ისინი ეგრევე იწმინდებოდნენ და აღიქვავდნენ რეალობას. Многие даже просто сразу обретали Кришна прему. ბევრმა კი საერთოდ ეგრევე შეიძინა კრიშნა პრემა. Греховные люди, может быть, проявляли недовольство сначала, ცოდვილიანი ადამიანები შეიძლება დასაწყისში ჯერ უკმაყოფილებას გამოხატავდნენ, но тоже очищались მაგრამ ისინიც იწმინდებოდნენ со временем. დროთა განმავლობაში. То есть и Прабхупада также делал, когда приехал на Запад. და პრაბჰუდაც ასევე აკეთებდა, როდესაც დასავლეთში ჩამოვიდა. Когда он увидел тех, кому он проповедует, особенно хиппи, როდესაც მან დაინახა ისინი, ვისაც უნდა უხადაგოს და განსაკუთრებით კი ჰიპები, он в основном делал только две вещи. Он пел и кормил просадом. ის ძირითადად ორ ამას აკეთებდა, ძირითადად მღეროდა და პრასას აწმევდა. То есть обычно мы тоже так делаем. როგორც წესი ჩვენც ასე ვაკეთებთ. Мы выходим с Харинамой, да? ჩვენ გამოდიოთ ჰარინამით, Там раздаем какие-нибудь шарики или печенюшки, поем. ვარიგებთ იქ რაიმე ბურთულებს ან ორცხობილებს და ვგალობთ. Танцуем, улыбаемся. ცეკვათ, ვიღიმებით. Да. И, по крайней мере, в России, ну, обычно после того, как преданные какое-то время попоют, они останавливают и минут там на 3-4 говорят какие-то простые вещи. და ერთგულები როგორც მინიმუმ რუსეთში შეიქცევიან, რომ რაღაც მას შემდეგ რომ რაღაც დროს იგალობებენ, სადაც ნახევარი საათი ჩერდებიან და საუბრობენ რაღაცა ესეთ საკითხებზე, ქადაგებენ ესე. Но они не пытаются сразу объяснять людям вот этот стих, который описывает 6 качеств святого имени, который мы проходили уже. მაგრამ ისინი არ ცდილობდნენ რომ ეგრევე ის ლექსი
აიღონი ლექციისთვის. Намаш Чинтамани Кришна читание раса виграха, да, что святое имя не отлично от Кришны, оно исполнено сознание, რომელიც აქ да, არის მოყვანილი, სადაც საუბარია исполнено вкусов всех. ბიძინის ნებისმიერი Мгм. ნუსლის. То есть мы не рассказываем, что святое имя, оно сознающая личность, не отлично от Бога, что в нем есть все вкусы, да, мы обычно об этом не говорим. რომ ჩვენ არ უყევით რომ წმინდა სახელი ეს არის თავად კრიშნა, ეს არის უზენაესი უფალი, ჩვენ ამის შესახებ უწესი არ ვეუბნებით ადამიანებს ეგრევე. Говорю, просто пойте вот это древняя мантра. Если будете петь, то будете счастливыми. Или, по крайней мере, вам лучше станет. ჩვენ უბრალოდ ვეუბნებით რომ უბრალოდ იგალობეთ ეს მანტრა, თუ იგალობეთ ამას უფრო უკეთესად დაინახავთ ამ სამყაროს, უფრო რეალური თვალებით და უკეთესად იგრძნობთ თავს. То есть примерно то же самое мы делаем, когда с книгами ходим. დაახლოებით სწორედ იგივე საკეთეთ, როდესაც ჩვენ წიგნებით დავდივართ. Если кто-то проявляет больше интерес, то уже можно рассказать, что такое Харе, что такое Кришна, это Бог и его энергия, да, и мы просим их о помощи, о том, чтобы служить им. ჩვენ უხსნით რომ ჰარი არის აი ეს უფლის ენერგია, კრიშნა არის აი ეს და ჩვენ ვეუბნებით რომ შეუძლიათ რომ გაიმეორონ და თუ დაგვეხმარებიან მათ ძლიერები იქნებით ღმერთის მსახურებაში. То есть мы не рассказываем им сразу там о Вриндаване, да. ანუ ჩვენ არ ვიწყოთ ეგრევე ვრინდავანის შესახებ მოყოლას. То есть, ну, по мере того, как человек слушает простые вещи, слушает Святое Имя, он очищается, и у него больше появляется квалификации, чтобы слушать еще о более какие-то глубокие истины. ანუ ჩვენ რაღაცა ზოგადად ვუხსნით რაღაცებს, დეტალებში არ ჩავდივართ და უყვებით რა ისეთ რაღაცებს, რომელთაც შეიძლება მას აიმე გემო გაუჩნდეს წმინდა სახელების გამეორების. То есть, ну, если сразу человеку говорить об этих вещах, то он сокровенных, он либо не поймет, либо озлобится, да, либо начнет издеваться. მაგრამ თუ ეგრევე ვიტყვით მოვყვებით ადამიანს ამ რაღაცებზე, შეიძლება ის ან გაბრაზდება, ან შეიძლება მას ეს თქვა დაცინვა დაიწყოს, ან შეზრუნდეს რამე. Как избавиться от этого оскорбления? Это в первую очередь, если мы его совершили, покаяться, повиниться перед Вайшнавом. როგორ უნდა გათავისუფლდეთ ამ შეურაცხყოფისგან? ეს არის პირველ რიგში რომ გავაცნობიეროთ, სინანული გაგვიჩნდეს და მოვინანიოთ. Попросить прощения у Святого Имени. უთხოვოთ პატიება წმინდა სახელს. Если вы гуру, то отвергнуть неискренних учеников. თუ თქვენ გურუ ხართ, უნდა უარყოთ არაგულწრფელი მოწაფეები. Конечно, а если проповедник, нужно обучаться, как проповедовать у опытных вайшнавов и чистых. და რა თქმა უნდა, თუ თქვენ ქადაგებელი ხართ, თქვენ უნდა შეისწავლოთ უფრო ეს საკითხი უფრო გამოცდილ და უფრო გულწრფელი ერთგულებისგან. И следующее оскорбление, мы наконец-то подходим к концу. Это оскорбление, которое является на самом деле причиной всех остальных оскорблений. და შემდეგ შეურაცხყოფა არის სინამდვილეში, რომელიც არის მიზეზი ყველა დანარჩენი შეურაცხყოფის და ჩვენ უკვე ბოლოს უახლოვდებით. Это значит не развить веры в Святое Имя. ეს ნიშნავს იმას, რომ არ განივითარო წმინდა სახელის მიმართ. И сохранять материальные представления. და შეინარჩუნო მატერიალური წარმოდგენები. Я и мое, особенно. მე და ჩემი განსაკუთრებით ეს. Несмотря на то, что мы слышали много наставлений о славе Святого Имени. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ბევრჯერ მოვისმინეთ ბევრი რამ წმინდა სახელის დიდების შესახებ.
Несмотря на то, что вы прошли Bhakta-программ, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ბაქთა პროგრამა გაიარეთ, а вы все еще думаете, что я тело, я женщина, я мужчина, да, это мой дом, это моя квартира, это мой телевизор, да. თქვენ კი ჯერ კიდევ ისევ გჯერათ, რომ ეს არის ჩემი სხეული, მე ვარ ქალი, მე ვარ კაცი, ეს ჩემი ბინა, ეს ჩემი ქვეყანა, Это Гоча с бородой. ეს გოჩა წვერებით. Ну, то есть все вот эти вот вещи. М, ანუ ყველა ესეთი რამ Именно из этого проистекает все остальные оскорбления. სწორედ ამისგან წარმოიშობა ყველა დანარჩენი შეურაცხყოფა. Потому что это основа их. Это вот как раз материальное сознание. Я мое, я тело, я тот, кто должен наслаждаться в этом мире. რადგან ეს არის სწორედ საწყისი საფუძველი მატერიალური ცნობიერების, რომ მე ვარ სხეული, ეს ჩემია და მე უნდა გამოვიყენო ეს სამყაროებისათვის, რომ ჩემი გრძნობები დავიკმაყოფილო. То есть и от него очень сложно избавиться, და მათგან გათავისუფლება ძალიან ძნელია, რთულია. потому что мы уже много-много времени провели в таком сознании, в этом мире. რადგან ჩვენ უკვე ძალიან ბევრი დრო განვლიეთ ესეთ ცნობიერებაში, ესეთ გარემოში. То есть привыкли считать себя телом, мы привыкли всегда действовать, исходя из каких-то корыстных своих желаний. ანუ მივეჩვიეთ, რომ საკუთარ თავს ვიდეთ სხეულად და მივეჩვიეთ ამ ანგარებით ფიქრებს, ცნობიერებას. Ну, то есть... И когда у человека такое сознание, то даже если он повторяет святое имя, да, то все очень медленно работает. და თუ ადამიანს ესეთი ცნობიერება აქვს და მაშინაც კი, როდესაც თუ ის წმინდა სახელს მეორებს, მაინც ყველაფერი ძალიან ნელა მუშაობს. То есть у него не возникает вкуса и интереса сильного к воспеванию. ანუ მას არ უჩნდება რაღაც ძლიერი გემო და ინტერესი წმინდა სახელის გალობის მიმართ. Даже если язык повторяет Харе Кришна, то ум устремляется в какие-то другие места, какие-то планы, какие-то беспокойства, какие-то радости. და მაშინაც კი თუ ენა იმეორებს ჰარე კრიშნას წმინდა სახელის ჩვენი ჭკუა მიემართება რაღაც წოხილისკენ, რაღაც აღელვებისკენ, რაღაც სიამოვნებებისკენ. То есть, по сути, человек-то занимается самым важным и самым святым, самой святой деятельностью. არა და იდეაში ადამიანი დაკავებულია ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე წმინდა ქმედებით. Но при этом думает о какой-то ерунде на самом деле, о каких-то мелочах. მაგრამ აუდროულად რაღაც სისულელებზე და რაღაც წვრილმანებზე ფიქრობს. Вот. И поэтому у него не появляется вкуса и влечения к святому имени. და ამიტომაც მას არ უჩნდება გემო და მიზიდულობა წმინდა სახელის მიმართ. Не появляется веры настоящей даже. არ უჩნდება ნამდვილი წმენაც კი. И как я сказал, мы все обречены иметь материальные привязанности и материальное эго сейчас. როგორც უკვე თქვი, რომ ჩვენ ყველანი გაწირულები ვართ, რომ გაგვაჩნდეს მატერიალური ეგო და მატერიალური მიზეჭულობა ახლა. Но оскорблением является именно то, что мы не хотим избавиться от этого, мы к этому привязаны. მაგრამ შეურაცხყოფას წარმოადგენს სწორედ ის, რომ ჩვენ არ გვინდა მასგან გათავისუფლება, რომ ჩვენ მასზე ვართ მიზეჭული. Ну, то есть, если человек начинает стремиться изменить вот это вот сознание свое, то тогда он уже освобождается от этого оскорбления постепенно. თუ ადამიანი მიისწრაფვის იმისგან, რომ გათავისუფლდეს მათგან, რომ აღარ ქონდეს ესეთი მიდრეკილებები, მაშინ ეს უკვე ნიშანია იმისი, რომ ადამიანი ვითარდება. И избавиться от этого оскорбления нам может помочь только одна вещь. და გათავისუფლდი ამ შეურაცხყოფისგან, ამაში დახმარება შეუძლია მხოლოდ ერთ რამეს.
Все остальное не сработает. Аскеза не сработает. ყველაფერი დანარჩენი არ იმუშავებს, რაც ასკეზა იმუშავებს. Я заставлю это тело вот я отрешусь от этого тела, да, там заставлю его служить. მე ვაიძულებ ამ სხეულს, მე განუდგები ამ სხეულს, ვაიძულებ რომ მან იმსახუროს. И так далее. Я не буду считать себя телом, запащу там его или еще что-нибудь. და ასე შემდეგ მე არ ავყვები ამ სხეულს, მე მას ესე ვთქვათ მარხვებით დავიმორჩილებ. А ум буду бить башмаком, да, чтобы он не думал о материальном. ჭკუას კი ვცემ ფეხსაც მლით დრო მან სისულელებზე აღარ იფიქროს. Не сработает, да, не сработает. არ იმუშავებს. Даже если я буду много изучать, размышлять, чтобы видеть, что все это иллюзорно, что я не тело, да, чтобы отстраняться от всего, да. და თუნდაც იმ შემთხვევაში თუ მე ბევრ რამეს შევისწავლი, მე გადავაკვირდები ყველაფერს, მე ეტაპობრივად განვუდგები, Тоже не сработает. ესეც არ იმუშავებს. Даже если мы думаем, я буду повторять Харе Кришна, я буду ходить на Харинамы, да, то есть я избавлюсь от этого телесного представления, я и мое. და თუნდაც მაშინ, როდესაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ მე ახლა გავიმეორებ ჰარე კრიშნას, მე განუდგები მიზაჭულობებს, Даже это не сработает. ესეც კი არ იმუშავებს. Возникает вопрос, а что же сработает тогда? ამ დროს კი ჩნდება კითხვა, მაშინ რა იმუშავებს, სადა გვეხმარება? Кто-то может попытаться догадаться. ვინმე შეიძლება რომელიმე შეიძლება თამაში მოსადოს რომ გამოიცნოს თუ რა არის ეს. Что единственное, что поможет нам по-настоящему глубоко избавиться от этой вот укоренившегося эгоизма и представления о себе как о части этого материального мира. რა არის ის, რაც დაგვეხმარება რეალურად ნამდვილად გავთავისუფლდეთ ეგოიზმისგან, რომ და დაგვეხმარება გაწმენდაში და სახურების გემოს მოპოვებაში. What do you think? Что вы думаете? რას ფიქრობთ, რა არის ეს? Sathusanga ფიქრობ. Я думаю, это сатусанга. Да, это правильно. Иехесория. Это когда Лука убирает территорию, ეს ოდესაც ლუკა ტერიტორიას ალაგებს, когда ему Рада Бава или Махарадж говорит, и Лука убирает территорию очень аккуратно. ოდესაც ამას ეუბნებიან რათაფა მათაჯი ან მაჰარაჯი და ლუკა ძალიან ესე ფრთხილად ფაქიზად ალაგებს. Даже мусорные баки. ნაგვის სურნებსაც კი. И через 2 часа он действительно начинает ощущать, что, похоже, я не тело. 2 საათის მერე მანტრას იწყებს იმის აღქმას, რომ როგორც ჩანს მე სხეული არ ვარ. Что это тело мало чем отличается от того, что я вытащил из бака. რაღაც სხეული ნაკლებად ცოტა რამე თუ განსხვავდება იმ რაღაცებისგან, რაც მე ამ ნაგვის სურნიდან ამოვიღე. И вообще мне так хорошо. და მე საერთოდ ისე კარგად ვარ. Даже лучше, чем у себя в саду. За უფრო городом. უკეთესადაც კი, ვიდრე მე მაშინ, როდესაც მე ჩემის ბაღში ვარ. Когда я убираю эти баки мусорные. როდესაც მე ამ ნაგვის სურნებს ვალაგებ. Это милость чистого преданного. ეს არის წმინდა ერთგულის წყალობა. Единственное общение избавиться от этого эгоизма материального, это общаться и служить чистому преданному. ერთადერთი საშუალება გათავისუფლდე ამ ეგოიზმისგან და ამ ტენდენციებისგან ეს არის, რომ ემსახურო და იყო ურთიერთობაში წმინდა ერთგულთან. И благодаря этому его сознание, оно будет переходить к нам. და ამის წყალობით მისი ცნობიერება ჩვენთან გადმოვა. И мы станем очень счастливые
занимаясь просто преданным служением. ჩვენ გავხდებით ძალიან ბედნიერები უბრალოდ ერთგული მსახურების განხორციელებით. Мы станем очень щедрыми, не жадными, ჩვენ გავხდებით ძალიან გულუხები, აღარ ვიქნებით ძუნწები. очень сострадательными и чуткими к другим. ძალიან მოწყალეები და ასე ვთქვათ, დაკვირვებულები სხვების მიმართ. Ну, может занять это какое-то время, ამას შეიძლება მოითხოვოს გარკვეული დრო, в зависимости от того, насколько интенсивно мы общаемся и насколько мы стараемся служить чистому вайшнаву. გამომდინარე იქიდან თუ რამდენად ინტენსიურად ურთიერთობთ და რამდენად გულწრფელად ვცდილობთ რომ ვიმსახუროთ. Окей. Постепенно, со временем сознание меняется. და თანდათანობით დროთა განმავლობაში ცნობიერება იცვლება. Вот честно скажу по себе, да, действительно меняется. მე შემიძლია საკუთარ თავზე ვთქვა რამდენიმე სიტყვა. Может быть, какой я был 20 лет назад. თუ როგორი ვიყავი 20 წლის წინ. Вы бы не захотели даже общаться, наверное, со мной. თქვენ ალბათ სულისკენ გაგიჩნდებოდათ რომ ჩვენთან გეურთიერთათ. Какой глупый, гордый человек. რა სულელი და რა ამაყი ადამიანია. Но благодаря служению Гуру Махараджа Шриле Прабхупаде мы очищаемся. მაგრამ შრილა პრაბჰუპადასთან ურთიერთობით, გურუ მაჰარაჯთან ურთიერთობით, წმინდა ერთგულთან ურთიერთობით ჩვენ ვიწმინდებით. Но опять же, это очень сильно въелось глубоко на клеточном уровне. მაგრამ კლაურ ის მომენტი რომ ეს ძალიან ღმად შეიჭრა ჩვენში და ღმად არის უკვე რაღაც უჯრედულ დონეზე. Говорится, что у материалистичного, человека, у обусловленной души, каждая клеточка тела, она испытывает вожделение и хочет наслаждаться. ნათქვამია რომ მატერიალისტი ადამიანის სხეული ყოველი მისი ნაწილაკი ნებას განიცდის და სთხოვს რომ გზნობი დაიკმაყოფილოს. Поэтому в любой ситуации, где бы мы ни оказались, если мы немножко интроспективны, заглянем внутрь, мы видим, что мы сразу начинаем думать, как я здесь буду счастливым, как я здесь могу получить какую-то выгоду. ამიტომაც რაღაც ჭკუის მიერ დონეზე, მსხლის მიერ დონეზე ყოველი ჩვენი ნაწილაკი ამბობს თუ როგორ შეუძლია მე რო აქ გზნობები დავიკმაყოფილო, როგორ შეუძლია რო აქ ბედნიერი ვიყო. Но чистого преданного каждая клеточка тела что делает? მაგრამ წმინდა ერთგულის სხეულის ყოველი უჯრედი რას აკეთებს? Что делает? რას აკეთებს? Hare Krishna, Hare Yes. Krishna, Yeah, Krishna exactly. Krishna, Hare Hare. Yes. Да, каждая клеточка тела поет Харе Кришна. დიახ, სხეულის ყოველი უჯრედი ჰარე კრიშნას გალობს. Я, по-моему, на лекции здесь утром приводил пример Харидаса, Шрила Прабхупады, когда к нему пришел аюрведический доктор и пытался у него послушать пульс. მე მეგონი წინა ბოლო ლექციაზე ვახსენე შრილა ჰარიდასათა ყურას ისტორია, როდესაც ექიმი Нет, Шрила Прабхупада, не Шрила Харидас какой. извините. Ара. შრილა პრაბჰუპადას ცუდად გზნოდა თავს და მას მიუყვანეს აიურვედისტი ექიმი. და ის ცდილობდა მისი პულსის გაზომვას. То есть тело Шрила Прабхупады пульсировало мантрой Харе Кришна. ანუ შრილა პრაბჰუპადას სხეული ჰარე კრიშნა მანტრით пульсировდა. А когда Харидас Тхакуру хотели запретить воспевать под угрозой смерти, და როდესაც ჰარიდას თაკურს ემუქრებოდნენ და ცდილობდნენ რომ წმინდა სახელების გალობა აეგრძალათ და სიკვდილი დასჭით ემუქრებოდნენ. он сказал, это невозможно, потому что даже если вы разрежете мое тело на 10 тысяч кусочков, то каждый кусочек будет воспевать Харе Кришна.
მან მოპასუხა, რომ ეს შეუძლებელი, რადგან თუნდაც თქვენ ჩემი სხეული 10,000 ნაწილად დაჭრათ, მაშინ ჩემი სხეულის ყოველი ეს ნაწილი წმინდა სახელის გამეორებას გააგრძელებს. Окей, это про 10-е оскорбление. Если, და может ეს быть, არის какие-то ეს вопросы? ეს მოკლედ მეათე შეურაცხყოფის შესახებ და იქნებ შეიძლება რაიმე კითხვები იყოს ამასთან დაკავშირებით. Смысл в том, чтобы не то, что нужно быть свободным и чистым, а нужно стараться избавиться от материальных этих привязанностей, от материального эго. ანუ აზრი იმაშია, რომ არა უბრალოდ სულთა თავისუფლება უნდა იყოს ამ რაღაციდან, არამედ უნდა ცდილობდეთ და სურვილი გქონდეს, რომ როგორღაც გავთავისუფლდეთ ამ მატერიალური მჯაჭვულობებისგან. Хорошо. Если ни у кого ничего нет, тогда мы переходим к последнему оскорблению. კარგი, თუ ჩვენ არავის არაფერი კითხვა არ აქვს, მაშინ ჩვენ გადავდივართ ბოლოს შეურაცხყოფაზე. Оно даже в некоторых местах не упоминается, в некоторых источниках, да, упоминается, как 11-е оскорбление. ის ზოგიერთ წყაროში ნახსენებიც არ არის, ზოგიერთ წყაროში კი ნახსენებია როგორც მე-11 შეურაცხყოფა. В некоторых как 9-е. ზოგიერთში როგორც მე-9, Там, по-моему, 7-е и 8-е, что ли, или 4-е и 5-е объединяется в одно. იქ მეგონი მე-7 და მე-8 ერთიანდება ერთში, ან მე-8 და მე-9. Вот. И это оскорбление невнимательность. და ეს შეურაცხყოფა არის უყურადღებობა. Почему мы о нем говорим? Почему Бхактивинод Такур о нем говорит, вернее? და რატო საუბრობს მის შესახებ ბაქთივინო თაკური? Мы о нем говорим, потому что Бхактивинод Такур говорит. მის შესახებ იმიტომ საუბრობთ, რომ ბაქთივინო თაკური საუბრობს მის Вот შესახებ. почему его упоминает Бхактивинод Такур и Падма Пурана? რატომ ახსენეს მას ბაქთივინო თაკური და პადმა პურანა? Потому что, смотрите, все остальные предыдущие 10 оскорблений, რადგან მოდი დავაკვირდეთ, რომ ყველა დანარჩენი წინამორბედი 10 შეურაცხყოფა, чтобы избавиться от них, требуется увеличить веру и увеличить свой духовный опыт, восприятие мира духовное. იმისათვის რომ გავთავისუფლდეთ მისგან, საჭირო ამისათვის ჩვენი სულიერი საფასურის წინსწრებით საფასურის გაზრდა, ანუ წინ მეტი გადავიხადოთ, ან სულიერი წმენა უნდა გავზარდოთ. А это невозможно сделать сразу, даже если мы захотим. То есть, просто сказав себе, теперь я верю по-настоящему, от этого вера не прибавится. და ამის უცებ ერთბაშად გაკეთება შეუძლებელია, რომ თქვა, რომ მე ხლა აი ამ წამიდან ჩემი წმენა გაიზრდება, ამის გაკეთება ესე ვერ ხდება. Мы можем делать все необходимое, чтобы вера наша росла, ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ყველაფერი, რაც საჭიროა იმისათვის, რომ ჩვენი წმენა გაიზარდოს. но когда она действительно вырастет, это зависит не только от нас, и даже в основном не от нас, а от Господа. Извините, можете повторить, я потерял мысль. Мы можем делать все правильно, чтобы вера наша росла, ჩვენ შეგვიძლია ყველაფერს სწორად გავაკეთოთ, იმისათვის, რომ წმენა გაიზარდოს. но когда она действительно вырастет и укрепится, это не зависит полностью от нас, მაგრამ როდის გაიზრდება ის სრულად და როდის გამყარდება ეს მცენარე, ეს სრულად ჩვენზე არ არის დამოკიდებული. даже очень мало это от нас зависит, это зависит в основном от Господа. და უფრო მეტიც, უფრო ბევრად ძალიან ცოტა რამით თუ არის ჩვენზე დამოკიდებული და ეს თლიანად დამოკიდებული დიდწილად უფალზე. То есть это мы никак не контролируем процесс рост нашей веры. ანუ ჩვენ ამ ჩვენს პროცესს ვერაფრით ვერ ვაკონტროლებთ, ამ პროგრესს. В одной из наших вайшнавских программ, распространенных по мировому искон, по всему мировому искон, ერთ-ერთ ჩვენს ესე ვთქვათ პროგრამას, რომელიც სოფლიოშია გავრცელებული ის კვრის. то есть там преданные, они, так сказать, у них была такая иллюзия, ანუ იქ ერთგულებს აი ესეთი ილუზია ქონდა, რომ они расписывали очень четко вот этот вот процесс внутреннего духовного развития по времени, пытались, по крайней мере, расписать.
ისინი ცდილობდნენ მაქსიმალურად ძალიან ესე მკაცრად დეტალურად გაეწერათ თავიანთი, ასე ვთქვათ, სულიერი ქმედებები. То есть вот мы будем собираться в группам, будем изучать блоки определенные, да, то есть и через год у преданных должна появиться шрадха. აი ჩვენ უნდა შევიკრიბოთ ჯგუფებში ერთგულები, დეტალურად ეს ბლოკებს ესე გავიბლით და მაგალითად ერთი წლის მერე ადამიანს ერთგულს უნდა გაუჩნდეს შრათა. Потом, допустим, еще полгода на Нартханеврите, მერე კიდევ ნახევარი წელი ნართანირიტისთვის и через год-полтора выходим на уровень Ништи. და სადაც წელიწად ნახევრის ან 2 წლის მერე უკვე გავდივართ ნიშთას დონეზე. И, конечно, Кришна смеется. და რა თქმა უნდა კრიშნა იცინის. Мы можем запланировать обучение. Вот, за этот год я обучу такие предметы, да, потом я закончу там вот этот вот курс. Да, это мы можем планировать. დიახ, ჩვენ შეგვიძლია დავგეგმოთ სწავლა, რომ აი ამ ამ დროის მანძილზე მე ამ კურსს გავივლი, ამას და ამას შევისწავლი. Это в основном зависит от нас, да, что так произойдет. დიახ, ეს დიდწილად ჩვენზე დამოკიდებული თუ რა დაგვემართება ის, ანუ რას განვიდით. Но рост и укрепление веры зависит исключительно от Кришны. მაგრამ წმენის გამაგრება და ზრდა ეს უშუალოდ კრიშნაზეა და Не исключительно, извините, а во многом от Кришны зависит. В основном. უბრალოდ თლიანად კი არა, დიდწილად არის დამოკიდებული. Вот. Но одна вещь, которая очень сильно зависит от нас, которую очень быстро можно наладить в своем воспевании. მაგრამ ერთი რამ რაც ძლიერ არის ჩვენს დამოკიდებული, რამაც შეიძლება ძალიან დიდად დაალაგოს ჩვენი წმინდა სახელების გალობა, კარგად ეს ვთქვათ, განავითაროს. И это касается как раз 11-го оскорбления. და აი ეს სწორედ ეხება მე-11 შეურაცხყოფას. Невнимательность при воспевании святого имени. წმინდა სახელების გამეორების დროს უყურადღებობა. То есть вот это мы можем достаточно быстро обрести, быть внимательными. და აი ამის შეძენა ძალიან სწრაფად შეგვიძლია რომ ვიყოთ ყურადღებიანები. И поэтому в основном нам советуют акцентироваться на этом, на работе с этим оскорблением. და ამიტომაც ჩვენ გთხოვენ რომ კონცენტრაცია მოვახდინოთ აი ამ შეურაცხყოფაზე. На санскрите это оскорбление используется другое слово прамада. Санскритში ამ შეურაცხყოფის აღსაწერად გამოყენებულია სხვა სიტყვა прамада. Что такое прамада? რა არის прамада? Прамада это не помада. Прамада ეს არ არის помада. Прамада это означает буквально безумие на санскрите. Прамада პირდაპირ ნიშნულობით санскритზე ნიშნავს სიგიჟეს. И почему это оскорбление, невнимательность сравнивают с безумием? და რატომ ადარებენ, აიგივებენ ამ შეურაცხყოფას прамадას სიგიჟეს? Это легко понять. ამის გაგება ძალიან მარტივია, იულია. Вот, я, например, приглашаю Луку, который сейчас сидит у себя дома. აი მე მაგალითად კრიშნას ლუკას მეძახის საკუთარ სახლში პატიჟებს და მე კიდე სახლში ვზივარ. Я ему звоню и говорю: რომელიც სახლში ზის და მე მას ურეკავ და ვეუბნები. О, Лука, о, великая душа. ო ლუკა, ო დიადო სულო. Моя душа жаждет общения с тобой. ჩემი სულს წყურია შენთან ურთიერთობა. Пожалуйста, приезжай как можно скорее. და ძალიან გთხოვ რომ შენ ჩემთან მოხვიდე რაც შეიძლება სწრაფად. Я приготовлю пир для тебя, да, мы будем общаться. მე მოვამზადებ ასეთ გავშლი დიდ სუფრას და ჩვენ ერთად ვიურთიერთებთ. И вот Лука счастливый приезжает. და აი ლუკა ბედნიერი მიდის იქ. Вот он приходит ко мне. მოდის ჩემთან. А я сижу в компьютер, уставился там и нажимаю клавиши. მე კი ვზივარ კომპიუტერთან და ეს მივჩერებია და კლავიშებს ვაწევი. В лучшем случае там говорю: ну, Харе Кришна. И опять за свое.
უკეთეს შემთხვევაში მე ვეუბნები ჰარე კრიშნა და ისე უბრუნდები ჩემს საქმეებს. 0 внимания. ყურადღება კი ნოლია. Что будет Лука чувствовать? რას იგრძნობს ლუკა ამ დროს? Зачем он меня позвал? რატომ დამიძახა მან საერთოდ? Он вообще нормальный, в своем уме? ის საერთოდ ნორმალურია თავის ჭკუაზეა? Я вот столько ехал, приехал, да, он звал меня, и сейчас вообще не обращает внимания. მე ამდენი ვიმოგზაურე, მეძახდა მე, ეხლა კი საერთოდ ყოდობას ამაქცევს. Примерно то же самое чувствует Кришна, когда мы воспеваем Харе Кришна. დაახლოებით სწორედ იგივეს გრძნობს კრიშნა, როდესაც ჩვენ ჰარე კრიშნას გავლობთ. Потому что воспевание Харе Кришна – это наш зов Кришне. Кришна, Кришна, приходи, Кришна, хочу служить тебе. რადგან ჩვენი წმინდა სახელის გამეორება ეს არის ძახილი კრიშნას მიმართ, კრიშნა, კრიშნა, გთხოვ მოდი ჩემთან, მე მინდა გემსახურო შენ. И наивный Кришна приходит, და ესე ვთქვათ გულუბრყვილო კრიშნა მოდის, а мы там своими делами занимаемся. Язык, может быть, повторяет, да, Харе Кришну? ჩვენ კი საკუთარი საქმეებითო დაკავებულები, ენა შეიძლება იმეორებს ჰარე კრიშნას. Но в уме мы где-то в другом месте. მაგრამ ჭკუით ჩვენ სადღაც სხვა ადგილას ვართ. На какой-то, может быть, вечеринке, на работе или где-то еще там. ჩვენ შეიძლება ვიყოთ ჭკუით სადღაც სამსახურში, ვთქვათ ივენტზე ან კიდე სადმე. А Кришна – это не просто какая-то личность, которую мы пригласили, это вообще самая великая личность, это самая большая ценность. კრიშნა კი ეს უბრალოდ პიროვნება კი არა, რომელიც ჩვენ მოვიწვიეთ, არამედ ეს არის ყველაზე ამაღლებული, ყველაზე დიადი და ყველაზე ფასეული პიროვნება. И вот она, эта самая большая ценность, она вот перед нами, руку протяни, а мы никакого внимания не обращаем. და ეს ყველაზე დიდი ფასეულობა ის ჩვენ წინაშე დგას, აი ხელი გბოთ ხელის გაწვენის მანძილზე, ჩვენ კი ყოდვა საერთოდ არ ვაქცევთ. Мы в каком-то мусоре там копаемся, что-то пытаемся найти. ჩვენ რაღაც ნაგავში ვიქექებით, თვითონ ვცდილობთ რაღაც ვიპოვოთ. Вот. И Кришна очень сожалеет. და კრიშნა ძალიან წუხს. Он, к счастью, скромный и терпеливый. ის საბედნიერო და თავდაბალია და მოთმენია. Он не накажет нас за это сразу, да? ჩვენ ის არ დაგვჭირს ამის გამო ეგრევე. Он скажет, ну ладно, ну раз я не нужен, ну ладно, я пошел тогда. ის გვეტყვის, ხო, კარგი, რახან შენ არ გჭირდები, მაშინ მე წავედი. Если Кришна нет в воспевании в нашем, то есть нет связи с Кришной, то воспевание, оно такое очень сухое, неинтересное и минимальный результат. ანუ თუ კრიშნა ჩვენთან ერთად არ არის, ჩვენს გვერდით არ დგას, მაშინ ეს წმინდა სახელების გამეორება. То есть воспевание правильно, это когда воспевает у нас и тело, то есть язык. ეს არის უყურადღებო, უინტერესო. Угу. Настоящее воспевание полноценное, это когда воспевает все три наши составляющие, три. ნამდვილი გალობა, როდესაც თლიანად გალოთ, ეს არის, როდესაც ყველა შემადგენელი ნაწილი, ყველა სამი იმეორებს. То есть это тело, то есть язык воспевает, язык произносит Харе Кришна. ანუ ენა იმეორებს, ენა წარმოთქვას ჰარე კრიშნას და ენა იმეორებს. Это ум, то же самое Харе Кришна говорит. Кришна, займи меня служением, позволь мне стать слугой. და ჩვენი ჭკუაც სწორედ იგივეს იმეორებს, კრიშნა გთხოვ დამასაქმე და დამასაქმე შენს მსახურებაში. То есть и сердце тоже воспевает. და გულიც ასევე გალობს. То есть Кришна, хочу к тебе, хочу радовать тебя. Больше ничего не хочу. ანუ კრიშნა მე მინდა შენთან ყოფნა, მე მინდა რომ შენ გაგახარო და ამსულს. То есть все три составляющие нашей личности должны быть на одной линии. ანუ ყველა სამი შემადგენელი ნაწილი ჩვენ ცხოვრებაში უნდა იყვნენ ერთ რიგში, ერთ ზოლზე უნდა იყვნენ. А
У нас часто происходит, язык повторяет Хари Кришна, ჩვენ შემთხვევაში კი ხშირად ხდება, რომ ენა იმეორებს ჰარი კრიშნას, ум совсем в каком-то другом месте, какие-то там бытовые вещи, в них копается, ჭკუა ამ დროს საერთოდ სხვაგან არის, რაღაც საყოფო ცხოვრებო დეტალებში იქექება, а сердце в третьем месте. ხოლო გული მესამე ადგილზეა. Он мечтает о том, как я стану царицей, принцессой или кем угодно, ოცნობს იმის შესახებ თუ გახდება ის მეფე ან как, პრინცესა ან ვინმე კიდევ. как все мне будут бескорыстно, с чистой преданностью служить, в общем. და ასე მე ყველა ძალიან გუწფერად და უანგაროდ მემსახურება. Весь мир будет вращаться вокруг меня. და მთელი სამყარო ჩემს გარშემო მოიტრიალებს. Ну, то есть это нездоровое состояние. ანუ ეს არ არის ჯანმრთელი მდგომარეობა. Мы знаем, когда в теле разные системы рассогласованы, разные оболочки, то что возникает? ჩვენ ვიცით, ოდესაც სხეულში სხვადასხვა გარსები, სხვადასხვა დეტალები არ არის ერთმანეთთან შეთანხმებულად არ მოქმედებენ, მაშინ რა ხდება? Что возникает? რა ხდება მაშინ? Болезнь, да? Болезни всякие возникают. სხვადასხვა ავადმყოფობები, ხო? Да, вплоть до сумасшествия, до безумия, да? სიგიჟემდე თითქმის პრაქტიკულად სიგიჟემდე მიდის ეს. Поэтому это еще одно определение оскорбительного воспевания. Оскорбительное воспевание, когда у нас вот как раз это, рассогласован ум с телом и с душой. ეს კიდევ ერთი განსაზღვრებაა შეურაცხყოფელი გამწვანა გამეორებისა, როდესაც ჩვენი ჭკუა, სხეული და ენა ერთმანეთთან არ არიან კავშირში, საცეკე მოქმედებენ. А когда они все в одном направлении, то это как раз чистое воспевание. და როდესაც ისინი ყველანი ერთი მიმართულებით არიან, მიმართულები, მაშინ ეს არის სწორედ წმინდა სულთა გამეორება, წმინდა სახელის სულთად გამეორება. Итак, невнимательность бывает трех видов. და ასე რომ უყურადღებობა არსებობს სამი სახის. Бхактивинод Такур, по крайней мере, он пишет о трех видах невнимательности. ესე თქვა, ბхактивинод Такури სწორედ წერს ამ სამი სახის უყურადღებობის შესახებ. И они, соответственно, первый вид возникает из гуна невежества, потому что на нас невежество влияет. შესაბამისად პირველი სახე ვლინდება უმეცრებისგან, როდესაც რადგან ჩვენზე უმეცრებაზე მოქმედებს. На санскрите это называется лая или джадья. Санскритზე ამას ეწოდება ლაია ან ჯადია. Это значит лень или инертность. რაც ნიშნავს სიზარმაცეს ან ინერტულობას. И как это проявляется? და როგორ ვლინდება ეს? Обычно это проявляется в том, что вообще тяжело даже начать воспевать, хочется это отложить. როგორც წესი ეს ვლინდება, რომ საერთოდ წმინდა სახელების გამეორებაც ძალიან რთულია ამის დაწყებაც და სულს რომ გვერდს გადავდოთ. Как можно на более позднее время. რაც შეიძლება გვიანი დროისთვის. То есть человек может ходить вокруг четок, но никак к нему не решается взять их. ან ადამიანმა შეიძლება მუდმივად იმიაროს ჯაპის გარშემო, მაგრამ ვერაფრით ვერ წვეთს რომ დაიწყოს. И, ну, даже если он, когда он начинает воспевать, в конце концов. და მაშინაც კი, ოდესაც ის ბოლოს და ბოლოს იწყებს წმინდა სახელების გამეორებას. Он воспевает Аре Кришна, Аре Кришна, 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 Харе, Харе. Очень долго все растянуто, да? ის აი ეს ეწოს გამეორებას ძალიან დიდ ხანს და ძალიან გაწელილად. При любой возможности рад остановиться, чем-нибудь другим заняться. ნებისმიერი შესაძლებლობის გაჩენის დროს უხარია რომ გაჩერდეს. Звонит телефон, он думает: о, слава Богу, можно отложить воспевание. Телефони რეკავს და ფიქრობს, რომ მადლობა ღმერთს, შემიძლია გადავდო წმინდა სახელების გამეორება. Очень быстро устает.
ძალიან მალე იღლება. Что-то я уже 3,5 круга прочитал, нужно полежать, отдохнуть. მე უკვე სამნახევარი წელი გავიმეორე, უნდა წამოწვე დავისვენო. И воспевание такое медленное, вялое, растянутое на день. გამეორება არის ესეთი ნელი, ესე ვთქვათ, ესეთი მოთენთილი, გაწერილი მთელი დღეზე. Вот. Каково лекарство от такого проявления невнимательности? და რა არის წამალი ესეთი უყადობობის გამოვლინების უნდა Да, в первую очередь общение с вайшнавами, которые очень решительно настроены, очень энергичные в духовной жизни. პირველ რიგში ვაიშნავებთან ურთიერთობა, რომლებიც ძალიან ესე ვთქვათ ენთუზიაზმით არიან ახსავსენი და მიმართული არიან სულიერ ცხოვრებაში ძალიან ესე ვთქვათ ძლიერ. То есть общение и воспевание, особенности воспевания в их обществе. ანუ ურთიერთობა და წმინდა სახელების გამეორება ერთგულების საზოგადოებაში. Их энергия будет давать такой хороший драйв нам, чтобы выйти из невежества. მათი ენერგია მოგცეს ესე ვთქვათ კარგ დრაივს იმისათვის რომ გამოვიდეთ უმეცრებიდან. И, конечно, это создание максимальных чистых условий, благостных условий для воспевания. და რა თქმა უნდა მაქსიმალურად სუფთა კეთილშობილური გარემოს შექმნა წმინდა სახელების გამეორებისთვის. Об этом мы будем говорить при обсуждении практических деталей. ამის შესახებ ჩვენ ვისაუბროთ პრაქტიკული დეტალების განხილვისას. Знакомо это воспевание кому-то? ასეთი სახის გავლობაც ნაცნობია ვინმესთვის? Ну, და похоже, вы все свободны, кроме Гочи и меня. ჩემთვის ნაცნობია. და თეოტორის გლაშეც. Ну, და да. ყველანი თავისუფალი ხარ გოჩას და ჩემს გარდა. Чистосердечное признание смягчает наказание. გულწრფელი აღიარება ამ სუბუქებს სასჯელს. Но даже если это не всем знакомо, то следующий тип невнимательности точно знаком всем. და თუ ეს ყველასთვის არ არის ნაცნობი, შემდეგი ტიპის უყურადღებობა ნამდვილად ყველასთვის არის ნაცნობი. Это Викшепа Девидаси. ეს არის ვიქშეპა დევიდასი. Мы сейчас с вами обсуждали Джадию Прабу, ჩვენ ახლა თქვენ განვიხილავთ ჯადია პრაფუს, а теперь Викшепа Девидаси. ახლა კი ვიქშეპა დევიდასის То есть განვიხილავთ. это отвлечение и рассеянность при воспевании. ეს არის ყურადღების სხვა რამეზე გადატანა, როდესაც რაღაც ყურადღება გადაახრჩვენით და გაფანტულობა წმინდა სახელის გამეორების დროს. И в основном оно возникает из-за влияния уже гунустрасти. და ძირითადად ის მჟღავნდება ნების გუნის ზეგავლენის გამო. Из-за того, что очень много там всяких желаний, привязанностей таких. იმის გამო რომ ძალიან ბევრი მიზაჭულობა და სხვადასხვა სახის სურვილები. И они постоянно требуют внимания. და ისინი გამუდმებით მოითხოვენ ჩვენგან ყურადღებას. Потому что ум, он такой парень, რადგან ჭკუა ეს ისეთი ბიჭია, который всегда будет стремиться к тому, к чему он привязан, куда ему нравится. რომელიც ყოველთვის მიიმართება, ყოველთვის მიისწრაფვის იქისკენ, იქით საიდაც ის არის მიზაჭული. Даже если ему объяснить, нет, туда не нужно, вот сейчас вот нужно об этом думать, он скажет, да, хорошо. ძალიან თუნდაც მას აუხსნა, რომ არა, ეს არ არის კარგი და ეს კარგს არ მოგიტანს, ის გაუნება, რომ კი, გავიგე ყველაფერი. Но через 2 минуты все равно, ух. მაგრამ ორი წუთის მერე მაინც ესე. И он уже думает о том, как говорится, где вкусно и сладко. ეს უკვე ფიქრობს იმაზე, თუ სად იქ-იქო, სადაც უფრო გემრიელი და ტკბილი რაღაც საკვებია. Мы ему показываем палку, ща получишь. ჩვენ მას ჯოხს დავანახეთ, ეხლა მიიღებ. Хорошо, Харе Кришна, 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 Харе, оп. ის გაუნება, კარგი, Харе Кришна და ის ისე ოპ, წავიდა სხვაგან. Опять улетел, да? ისე გაფრინდა, ხო? То есть у нас неспособность сосредоточиться на святом имени, то есть даже повторяя его, ум все равно улетает.
ჩვენ ეს უნარობა რო კონცერტი და წმინდა სახელის გამეორებაზე ჩვენი ჭკუა მაინც სადღაც მიფრინავს. В алтарной это видно обычно. ალტარში როგორც ეს ჩანს. Преданные сидят, воспевают. Если кто-то входит в алтарную, ეს ხედან იმეორებენ ჯაპას და თუ ვინმე შემოდის ალტარში, все начинают смотреть, а кто вошел. ყველა იწევს იქით გახედვას, ყველა იქით იყურება და აკვირდება და აბა ვინ შემოვიდა. А, этот инвалид Акшаджи даст. Ну, неинтересно. ეს აქშრაფუა, არა საინტერესო. О, это кто-то новенький. И молодой, и красивенький. ეს ვიღაცა ახალია, ახალგაზრდაცაა და ლამაზიც. Вот, то есть. Да что там кто-то вошел, там, знаете, кто-то прилетел, какая-то птичка села там на балкон. და იქ ის კი არა ვიღაცა შემოვიდა იქ არა ვიღაც მოფრინდა იქ რომელიღაც ჩიტი და აივანზე დაჯდა. И сразу туда, ох. და ჭკუა ეგრევე იქით გაიქცა. Ну, даже если никто не вошел и никто не прилетел, და თუნდაც არავინ არ შემოვიდა და ვერ მოფრინდა. там какая-то мысль прилетела. მაშინ რაღაც ჭკუა მოფრინდა. Так, похоже, мне нужны новые сапоги на каблуках. როგორ ჩანს მე მჭირდება ახალი ფეხსაცმელები ქუსლებზე. Да, и вот чтобы вот такого цвета, такого фасона. და რომ ესეთი ფერის იყოს და ესეთი ფასონის. Да, действительно, может быть, это нужно, но это точно не время Хари Кришна, чтобы думать об этом. დიახ, შეიძლება მართლაც მჭირდება ეს, მაგრამ არა ჰარი კრიშნას გამეორების დროს, არა ამ დროს. То есть это вот наша главная беда, даже если мы хотим, и даже если мы садимся, сейчас я буду повторять Хари Кришна внимательно, все равно ум очень быстро улетает. ანუ ეს არის ჩვენი მთავარი უბედურება, რომ თუნდაც ჩვენ ვჯდებით, ვცდილობთ ნასახელების გამეორებას ჰარი კრიშნასი, მაგრამ ჩვენი ჭკუა მიფრინავს. როდესაც И говорится, что вот этот вот вид невнимательности, он корень всех остальных видов невнимательности, то есть... და ნათქვამია, რომ აი ამ სახის უყურადღება ეს არის ფესვი ყველა დანარჩენი სახის უყურადღებობის. Что делать? რა უნდა მოვიმოქმედოთ? Сложно, но возможно. რთულია, მაგრამ შესაძლებელია. Вот, есть несколько советов. არსებობს რამდენიმე რჩევა. Конечно, в первую очередь общение с преданными, у которых ум уже до какой-то степени привязался к Кришне, повторение в их обществе. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ურთიერთობა იმ ერთგულებთან, რომელთა ჭკუაც უკვე ასე თუ ისე მიეჯაჭვა წმინდა სახელების გამეორება ერთგულების საზოგადოებაში. Например, если Махарадж повторяет, да? მაგალითისთვის თუ მაჰარაჯი მეორებს, Вот, то легче как-то становится повторять сосредоточенно. Может быть, у кого-то у вас был опыт повторения в ბევრად присутствии старших преданных. მასში შეიძლება უფრო ადვილი და უფრო იოლად გამოვდის წმინდა სახელების გამეორება, ოდესაც უფროსი ერთგულების გარემოცვაში მეორებ. Вот. Следующий момент, который советует Бхактивинода Такур, это с воодушевлением соблюдать разные праздники и фестивали. შემდეგი რჩევა, რომელსაც ბაქტივინოდ თაკური გვირჩევს, ეს არის, რომ ესეთად სიხარულით დავიცვათ სხვადასხვა დღესასწაულები, რომელიც ვაიშნავებთვის არის მოცემული. И пытаться действительно погрузиться. და შევეცადოთ, რომ მართლაც ჩავიძიროთ მათში. То есть прийти прямо с утра и там служить, потом петь, потом слушать, потом кушать, потом опять петь с преданными. ან მოვიდე დილიდანვე, შევეცადო მოვისმინო, მერე პრასადე მივირთვა, მოვისმინო, ვიგალობო, პრასადე მივირთვა. Вот, и к концу дня можно уже думать, вот это да, чувствовать такой энтузиазм, так хорошо. და დღის ბოლოს შეიძლება უკვე ეს საბადოით ეს შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ რა მაგარია, ანუ რა გემრიელია ეს ცხოვრება, ასე ვთქვათ. То есть нужно дать вот уму почувствовать вот это вот духовный вкус и духовное воодушевление. ანუ უნდა მივცეთ საშუალება ჭკუას, რომ იგრძნოს აი ეს სულიერი
სულის კვეთების გემო იგრძნოს. Вот почему? Потому что, как мы сказали, если ум почувствует вкус духовного, то ему легче будет сосредотачиваться. რატომ? იმიტომ რომ ეს უკვე ჩვენ გვეთქვით, იმიტომ რომ ჭკუა რის გემოსაც გრძნობს, მისთვის უფრო მარტივია იოლია მასე კონცენტრაცია. Поскольку, как мы говорили, он естественным образом устремляется туда, где вкусно и интересно. რადგან როგორც უკვე საუბრობდით, რომ მისთვის ბუნებრივია რომ მიისწრაფოდეს იქითკენ, სადაც მისთვის გემრიელი და საინტერესო რამ ხდება. Вот атмосфера праздника и время особенное, да, и то, что много преданных собирается, это помогает уму гораздо быстрее почувствовать вкус духовного. და აი დღესასწაულის ატმოსფერო და ბევრი რამ საინტერესო როდესაც ხდება, მას შემთხვევაში ჭკუისთვის ბევრად მარტივია რომ იქით მიისწრაფოდეს. Вот. Следующий совет – это, конечно же, молиться о милости Кришне. შემდეგი რჩევა, რა თქმა უნდა, არის ის, რომ ვილოცოთ კრიშნას წყალობის მოპოვებაზე. Потому что, по большому счету, мы не способны контролировать и управлять своим умом. რადგან დიდწილად ჩვენ არ შეგვიძლია ძალა რო აკონტროლოთ და დავიმორჩილოთ ჩვენი ჭკუა. Мы очень слабы перед материальной энергией. ჩვენ ძალიან სუსტები ვართ მატერიალური ენერგიის წინაშე. Но для Кришны нет проблем, поэтому мы молим о его милости. მაგრამ კრიშნასთვის ეს არ არის პრობლემა და ამიტომაც ჩვენ ვლოცვლოთ მის წყალობა რომ მოვიპოვოთ. И следующий момент еще, который мы можем использовать. და შემდეგი მომენტი, რომელიც შეგვიძლია ასევე გამოვიყენოთ, Если праздник не скоро или у нас нет возможности попасть туда, თუ დღესასწაული მალე არ მოდის და არ გვაქვს შესაძლებლობა რომ იქ მოხვდეთ, Бхактивинод Такур советует слушать или петь какие-то очень любимые, красивые баджаны, которые, как знаете, вот берут за душу очень быстро. ჩვენ თაკური გვიჩევს თავაზოს რომ იმ ვიგალობოთ რომელიმე ძალიან ლამაზი ფაჯანი, რომელიც ძალიან მოგწონს და ესე ვთქვათ ჩვენს გულს ეხმიანება. Потому что это может дать как раз вот этот вот вкус дополнительный. რადგან ამას შეიძლება მოგცეს ეს დამატებითი გემო. И это поможет уму больше быть сосредоточенным на воспевании. და ეს დაეხმარება ჭკუას რომ უფრო მეტად კონცენტრირებული იყოს გალობაზე. Еще один совет – это стараться следовать правилам вайшнавского поведения, вайшнавскому образу жизни. კიდევ ერთი რჩევა რომ შევეცადოთ მივყვეთ ვაიშნაურ ქცევის წესებს, ვაიშნაურ წესებს. Потому что это помогает уму, ну то есть дисциплинирует ум, помогает ему все время быть в каких-то рамках. უბრალოდ ცხოვრების სტილს და იმიტომ რომ ეს ეხმარება ჩვენ ჭკუას რომ მოახდინოთ მისი დისციპლინირება და მოავდეს ასე ვთქვათ ჩვენს ჩარჩოებში. И последний вид невнимательности называется аудасинья. და ბოლო სახის უყურადღებას ეწოდება აუდასინია. Это даже если человек более-менее внимательно воспевает, да, ум не отвлекается, но вкуса все равно нет. ეს მაშინაც კი თუ ადამიანი ასე თუ ისე ყურადღებით იმეორებს ცდილობს მასე ცდილობს უყურადღება არ გაიქცეს, მაგრამ გემო მაინც არ აქვს. Все равно равнодушие к святому имени. Аудасинья значит безразличие или равнодушие. მაინც რაღაც გარკვეულწილად ცივი გულია მის ცივი გული აქვს, ანუ как это сказать, извините сейчас. Равнодушие или безразличие. Indifference in English. Indifference. უგულველი ყოფს, ანუ უგულველი მომენტი აქვს მის მათ რა დიდად არ აინტერესებს ან რაღაცა ის მომენტი. То есть уже вот нет такого мельтешения в уме, беспокойства сильного, да, как во время викшепы. ანუ უკვე აღარ არის ესეთი ფორიაკი ჭკუაში, როგორც მაგალითად ვიქშეპას დროს. Но все равно нет вкуса, и человек не может полностью погрузиться в воспевание. მაგრამ მაინც არ აქვს გემო და ადამიანს არ შეუძლია რომ თლიანად ჩაიძიროს გალობაში. Вот. Бхактивинод Такур советует опять же повторять в обществе вайшнавов, которые неравнодушны к святому имени. ბაქთენ თაკური კურა გვიჩევს რომ ვიგალობოთ ერთგულების საზოგადოებაში, რომლებსაც
ძლიერი გემო აქვს წმინდა სახელების გამეორებაში. Особенно наблюдая за их рвением таким и сосредоточенностью. განსაკუთრებით დავაკვირდეთ მათ ესე ვთქვათ სულის კვეთებას და მათ კონცენტრაციის უნარს. Вот. Также очень хорошо воспевать в присутствии чистого преданного, например, Туласи Деви. ასევე ძალიან კარგია წმინდა ერთგულის გარემოცვაში გალობა, მაგალითთვის ტურასი დევის. Так скажем, принять прибежище. ესე თქვა თავშაფარი მივიღოთ მისგან. Иногда преданные включают джапу Шрилы Прабхупады или духовного учителя, чтобы тоже как бы ощущать присутствие Прабхупады или Гуру Махараджа. ხანდახან ერთგული კი თავს ჯაპას შრილა პრაბჰუპადასიან გურუ მაჰარაჯის იმისათვის რომ შრილა პრაბჰუპადასიან გურუ მაჰარაჯას თანამყოფობა გრძნობდეს. Для более продвинутых преданных есть еще один совет. Это иногда воспевать в каком-то уединенном месте, закрыв для чувства доступ к объектам чувств. უფრო განვითარებული ერთგულებისთვის სვარჩევა არის დამატებით რომ ხანდახან კარგია რომ გამოიკეთოს ერთგული ესე თქვა და განმარტოებულ ადგილას და გასვათ შეზღუდოს ობიექტებზე მისი გზნობის ობიექტებზე წდომა. Бхактинот Такур даже советует, конкретно можно накрыть тело чадром или какой-то накидкой, да, чтобы вообще глаза не бегали, не блуждали, да. ბაქთინთაკური საერთოდ შევასწავლება რომ შეიძლება ამ დროს საკუთარ თავზე ჩამოიფაროთ ჩადარი ან რაიმე მოსაცმელი რომ ისე რომ არაფერი არ ჩანდეს. Но если начинающий преданный будет так делать, то, скорее всего, он мирно уснет скоро. მაგრამ თუ დამწყები ერთგული გააკეთე მოიქცევა ესე დიდი საბათობით ის მშვიდობიანად დაიძინებს, ჩაეძინება. Ну, поэтому преданные, например, в России они иногда устраивают такие, как это сказать, собрания на Манишской, обычно даже на 1, 2, 3 дня, когда преданные все собираются в одном месте. ამიტომაც ერთგულები მინიმუმ რუსეთში აწყობენ ესეთ შეკრებებს ნამანიშთა ეწოდება, როდესაც ერთგულები ყველანი ერთად იკრიბებიან რამდენიმე დროის მანძილზე, მაგალითად 1 ან 2 დღით. Они не просто отключают телефон, они сдают телефоны на это время. ისინი უბრალოდ კი არ თიშავენ ტელეფონებს, არამედ აბარებენ ამ დროის მანძილზე ტელეფონებს. Они дают обет не говорить ни о чем, не связанном с воспеванием, да, и с Кришной. ისინი პირობას დებენ, რომ არ ისაუბრებენ არაფერზე, რაც კრიშნასთან არ არის კავშირში. И стараются повторять как можно больше. ცდილობენ იგალობენ რაც შეიძლება მეტი. И вот это может дать такой вкус, очень такой возвышенный, радостный опыт от повторения, от воспевания. და აი ამან შეიძლება მოგცეს რაღაც უფრო ამაღლებული გემო, უფრო ესეთი ხალისიანი განწყობა წმინდა სახელების გამეორების. Вот, и поэтому нам советуют вот начать работу над улучшением воспевания именно с тем, чтобы избегать невнимательности. ამიტომაც ჩვენ ჩვენს გვაძლევენ რომ დავიწყოთ ამაზე მუშაობა, იმისათვის დავიწყოთ მუშაობა უყურადღებობის თავიდან მოცილებაზე. Потому что это тот конец нити, за который мы можем потянуть, чтобы размотать клубок всех остальных оскорблений. რადგან ეს ის იმ ძაფის ბოლოა, რომელიც მოკაჩვიტად ჩვენ შეგვიძლია ყველა დანარჩენი ესე ვთქვათ გამოვიყოლოთ, ან ჩამოვშალოთ. Как мы говорили, быть внимательным – это более или менее в наших возможностях. როგორც ჩვენ საუბრობდით, რომ ვიყოთ ყურადღებიანები მეტნაკლებად ეს ჩვენის კომპეტენციაშია შედის. Более того, внимательность – это начало любви, начало развития чувств. უფრო მეტიც ყურადღებიანობა ეს არის სიყვარულის დასაწყისი, გზნობების გაჩენის საფუძველი. То есть любовь начинается с внимания, с тем, что… რადგან სიყვარული იწყება ყურადღებიდან. Может быть, сейчас мы Кришну не любим, но мы хотим его полюбить, и поэтому мы вот стараемся быть внимательными при воспевании.
და რადგან ჩვენ შეიძლება ეხა კრიშნა არ გვიყვარს, მაგრამ გვინდა რომ შევიყვარო და ამიტომაც ვცდილობთ რომ ვიყოთ ყურადღებიანები გამეორების დროს, წმინდა სახელების გამეორების დროს. Вот, мы закончили с оскорблениями с 11. და ჩვენ დავასრულეთ მე-11 შეურაცხყოფა მე-11 შეურაცხყოფის განხილვა. Так, теперь, сейчас у нас уже времени нет, но следующая тема, которую мы обсудим, она очень практичная будет. ჩვენ ახლა უკვე დრო აღარ გვაქვს, მაგრამ შემდეგი თემა, რასაც განვიხილავთ, ის ძალიან პრაქტიკული იქნება. И, конечно, лучше было бы при личном присутствии, но у нас нет такой роскоши провести такой небольшой, как это называется, джапа воркшоп, такую мастерскую джапы с примерами. უნდა უკეთეს იქნებოდა პირადი დასწრება, ეს ვთქვათ, პატარა ჯაპა ვორქშოპი. Мы действительно пройдем по основным пунктам, вот, что нужно делать конкретно, вот, чтобы улучшить наше воспевание. ჩვენ გავილით ძირითად პუნქტებს, რა არის საჭირო იმისათვის, რის გაკეთება საჭირო იმისათვის, რომ გავაუმჯობესოთ ჩვენი წმინდა სახელების გამეორება. Да, в какой последовательности это нужно делать, რა თანამედროვეობით განვახორციელოთ ეს, чтобы был результат хороший. რომ იმისათვის, რომ კარგი დადებითი შედეგი გქონდეს. Вот, но это уже, наверное, в следующий раз. მაგრამ ეს ალბათ უკვე შემდეგ ჯერზე. Вот, сейчас, если у кого-то есть вопросы და ეხლა თუ იმეს რაიმე კითხვა აქვს или есть что сказать. და რაიმე აქვს სათქმელი, Да, то есть домашнее задание ваше, да, мы тоже обсудим. და თქვენ საშინაო დავალებასაც განვიხილავთ. Я думаю, частично мы этого уже коснулись. მე ვფიქრობ, რომ უკვე ნაწილობრივ ამას უკვე ჩვენ შევეხეთ. На какие-то вопросы, и вы получили, может быть, уже какие-то ответы или, по крайней мере, наметки. რა კითხვებზე ვფიქრობ, თქვენ უკვე პასუხები მიიღეთ ან მინიშნებები. Вот, но еще это яснее будет, когда мы вот как раз пройдемся по практическим советам в улучшении მაგრამ восприятия. უფრო თვალნათლივი იქნება, როდესაც ჩვენ გავივლით პრაქტიკულ რჩევებს. Потому что все наши трудности и препятствия, они вполне конкретные и практичные. რადგან ჩვენი ყველა სირთულე და ასე ვთქვათ, წინაღობა ეს ამას მეტნაკლებად პრაქტიკული გადაჭრები გააჩნია, გადაჭრის გზები. Только один преданный написал так, в целом, что мне мешает воспевать. როგორც ერთმანეთმა დაწერა თუ დიწილად რა უშლის მას ხელს წინა სახელების გამეორებაში. То есть невежество и вожделение, да, ну это очень общие ეს категории. არის უმეცნება და უნება, ეს ძალიან საერთო სახის კატეგორია. Вот мы более конкретно это посмотрим. და ჩვენ უფრო კონკრეტულად განვიხილავთ ამას. Но это уже, наверное, в следующий раз тогда. Сейчас мы не успеваем. მაგრამ ეს ალბათ უკვე შემდეგ ჯერზე იქნება, ეხლა ვერ მოვასწროთ ალბათ. Хорошо. Если у кого-то вопрос есть или еще дополнение. თუ იმეს კიდე კითხვა აქვს ან კიდე დამატება რაიმე, ეხლა შეიძლება. Тогда, наверное, что у нас там получится? Наверное, получится нам во вторник еще встретиться, потому что празднование, все-таки, думаю, будет попозже. მე ვფიქრობ, რომ სამშაბათს მაინც გამოვგივა შეხვედრა, რადგან ასე ვთქვათ, აღნიშნა და ამ თვალდებისთვის უფრო მოგვიანებით იქნება. Давай. Акшрафу. Как я понял, во вторник в Грузии праздник, как правило, это выходные. Да, да. Может, все равно получится какой-то маленький, как вот такой встречу Да. устроить. Должно получиться, потому что чуть на Райана смотрят же, они, по-моему, решили в храме все устраивать. Да, они в храме решили.
И поэтому пока они все равно как минимум до 12 будут все готовить, там, кухни, и то, и т.д. и т.п. Скорее всего, вообще после 2 начнется. Так что у нас Мгм. будет время. Может быть, мы чуть пораньше начнем, там, в 10 или без 15:10, да, и поэтому я Мгм. к 11:30 А, мы закончим. Тогда я поговорю с преданными, может получится, что физически собраться. Мгм. Ну, Да, да, да. хорошо. Все. Харе Кришна, Гурджи. Спасибо вам за лекцию. Видимо, Длоба, Гочи, за перевод. Шрила Прабхупада ки джай. Джай. Харинама Санкиртан Яги ки джай. Нитай Гура Премананде. Акшаджа Прабху ки джай. Ананта Коти Вайшнав. Харе Кришна. Madhulova